მათ შორის რამდენიმე სოციალურ ქსელში რამდენიმე აქტიურ მომხმარებელს წავაწყდი, რომელიც წერდა, რომ მათ შორის თქვენ და გახარიას გუნდს მოუწოდებდა, რომ თქვენც იქ უნდა იყოთ რა დროს ეგ არის და ასე შემდეგ. როგორი იღებთ თქვენ ამ შემოძახილებს და როგორი დამოკიდებულება გააქვთ ან შეგეცვალათ თუ არა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, დამოუკიდებლობის გამოცხადება, მერაბ კოსტავას დაბადების დღე, ბევრი რაღაც სიმბოლოებით არის დახუნძლული ეს დღე. რაც შეეხება კონკრეტულად 2026 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის მიღმა, სამწუხაროდ ოპოზიციურმა აქტორებმა აქციას კონკრეტული პარტიის აქტივობად. არ არის კონკრეტული პარტია, რამდენიმე პარტიაა. პარტიის ერთობა. ალიანსის, ოპოზიციური ალიანსის აქტივობად, ღონისძიებად. მე ვუსმენ, რა თქმა უნდა, კოლეგა ოპოზიციონერებს და ღიად ამბობენ, რომ ეს არის პარტიული ღონისძიება, იქნება კონკრეტული გეგმა, იქნება პოლიტიკური მიმართვები. დიახ, კონკრეტული გეგმა ექნებათ, რაღაც რომელიც შესახებაც არაფერი არ ვიცი, არანაირი გეგმა არ გამიგია, არც ფარდის მიღმა, არც საჯაროდ, არც ტელევიზიით და ასე შემდეგ. დიდი ინტერესიც არ გამოგიჩენიათ. არა, დავასრულებ და გეტყვით ახლა. კონკრეტული გეგმა, კონკრეტული პოლიტიკური აქტორების დაანონსებული ღონისძიება და ამბობენ, რომ კონკრეტული დასაწყისი ექნება და კონკრეტული დასასრული ექნება. რაღაცა ცუდი ასოციაციები მომდის და მე ჩემთვის გასაგებია, რომ მათ აქვთ პარტიული პოლიტიკური ღონისძიება, კონკრეტული გეგმის ინიციატივის წარდგენა, ჩვენ აქ როგორც პოლიტიკური პარტია საკუთარ თავს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არც ამ ალიანსის წევრი არ ვარ და არც იმ გეგმის შესახებ არ გაგვიგია არაფერი, რის პრეზენტირებას აპირებენ. განცდის დონეზე შეიძლება დაგვრჩეს განცდა, რომ და არა მხოლოდ განცდა, მათ კომენტარებში ჩანდა, რომ საუბარი იქნებოდა არჩევნებზე, სტრატეგიაზე, მათ შორის ბოიკოტზე და ასე შემდეგ. თუ მე არ ვიცი რა არის მათი მიზანი საარჩევნოდ რა პოზიცია აქვს რაღაც ამ ტიპის ინტერაქცია ექნებათ ამ ადამიანებთან. თავად უნდა გქონდეთ პოზიცია, პოლიტიკოსი არის იმის, რომ თავადვე გქონდეს პოზიცია, ჩვენ გვაქვს პოზიცია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერ პირობებში ივანიშვილის წინააღმდეგ შევიდეთ ბრძოლაში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც დასახელდა, ცოტათი წარმოუდგენელია კოსმიური ჟანრის მოთხოვნებია. მარტო პირველი მოთხოვნა რო ავიღოთ პარიტეტულ საწყისებზე ცესკოს მოწყობა. ეს ნიშნავს იმას, რომ 7 ოპოზიციონერი უნდა იყოს ცესკოში და 1 ქართული ოცნების წარმომადგენელი. ვინმე ჯერა ამ ქვეყანაში, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილდება? თქვენ გჯერათ ამით? მე არ მჯერა ამის. პრეტექსტია ეს. ეს ღიად ითქვა, თქვენს ეთერში ითქვა, მე უსმინე იმავე დღეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ინტერესი მქონდა. იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ბედზე ახდენს ეს ყველაფერი გავლენას, უსმინე იმავე დღეს, ვინც გამოიტანა სპიკერი ანა კობახიძე იყო, ნამდვილად სწორად ვამბობ სახელს და გვარს. ანა კობახიძე შემდეგ თქვენს ეთერში ცესკოს წევრი იყო, თქვენს ეთერში იჯდა და თქვა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ ბოიკოტში. ეს არის საკუთარი ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არჩევნების წინ გეტყვით მაინც დაზუსტებით, იმიტომ რომ ყველაფერს კონტექსტი განაპირობებს. ხო და აი მე როგორ შეიძლება რაღაცის მონაწილე ვიყო, როცა მათი მთავარი სპიკერი ამბობს ერთს, მეორე მთავარი სპიკერი, რომელიც ამ ბრიფინგის ავტორი იყო, სპიკერი იყო, შემდეგ ეთერში გამოუშვეს პირველ გამომსვლელად სხვა რამ თქვა. ამიტომაც ჩვენთვის გასაგებია, წარმატებას უსურვებთ არანაირი ნეგატიური კონტექსტი, მაგრამ ირაკლი მაინც ვაზუსტებ. კი ბატონო, დავაზუსტოთ ყველაფერი. განცდა, რომ ეს მოთხოვნები არის ახალი ბოიკოტის წინასიტყვაობა მათი მხრიდან. არა მხოლოდ განცდა, ღიად იყო ეს ნათქვამი, და მე მიმაჩნია, კარგია თუ რეფორმირებას და რაღაცა შინაარსის გადაკვალიფიცირებას გააკეთებენ, იმიტომ რომ შეცდომა, ბოიკოტი არის შეცდომა. რამდენიც არ უნდა უტრიალონ ბოიკოტს და განიარაღებას, არის შეცდომა, იმიტომ რომ თუ ვინმეს აწყობს თვითიზოლაციაში მყოფი ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია, აწყობს ბიძინა ივანიშვილს. თუ ვინმეს აწყობს, მაგრამ დავაზუსტებ, პოსტსაარჩევნო ბოიკოტისეც ამბობთ, გულისხმობთ და მე გულისხმობ არჩევნებში არ შესვლას, არჩევნების ბრძოლაში არ შესვლას, იმიტომ რომ მე თხოვნა მაქვს, რომ ცოტა დრო დამითმოთ რეგიონებზე სასაუბროთ, იმიტომ რომ რეგიონალური ტური მქონდა, ვიყავი ბევრ დასავლეთ საქართველოში ძირითადად. ვილაპარაკებ. ახლაც სვანეთიდან ჩამოვედი თქვენთან და უნდა
უნდა ითქვას ინტერაქცია გვექნებოდა ასეთი ტიპის რაღაც მინი ინტერაქციები გქონდათ და საინტერესოა რა ინსპირაცია მიიღეთ. კი ბატონო, ახლაც პირდაპირ გზიდან მოვედი, სვანეთიდან მოვდიოდი, პიჯაკში და არა ვარ პერანგში გამოწყობილი. და ყველგან არის ერთი და იგივე მდგომარეობა. ოპოზიციური აქტორები რეგიონებში ფიზიკურად არ ჩანან დიანა. არ ჩანან იმიტომ რომ მათ გამოეცალათ ყველანაირი საყრდენი, საკრებულოებში მართლა კარგი გუნდები ყავდათ. მათ ყავდათ კარგი გუნდები, გამოცდილები. მათ შორის ზოგი ხელისუფლებაში იყო, ზოგი ძალიან მებრძოლი აქტივისტები. დღეს გამქრალია ყველა და მარტო უნდა ითქვას ჩვენ და სამწუხაროდ რომ 1-2 ჩვენი საკრებულოს დეპუტატი ცდილობს რომ ტემპერატურა წამოწიოს. ცდილობს და გამოსდით კიდევაც როგორც კი მიკროფონს რთავენ ჩემი თანამებრძოლები მთელი საქართველოს მასშტაბით თუნდაც ერთი იყოს იმ საკრებულოში ვერ ცვლის ფორმალურად ვერაფერს, მაგრამ ყველას პანიკა ემართება, იმიტომ რომ გამოგვაქვს სააშკარაოზე, რომ მოგწონს მაგალითად ნოდარ მელაძეს, როცა გამოგვაქვს მხილება იმ დანაშაულებების, კორუფციის, ვერ შესრულებული ბიუჯეტის, ნეპოტიზმის, უბედურებების, რაც ხდება რეგიონებში, რა ხდება, ხო წარმოგიდგენიათ და ეს არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. ირაკლი, კითხავ აუცილებლად, მაგრამ ეს თემა რომ გავიაროთ, ეს თქვათ თქვენ კიდევ ერთხელ ხვალინდელ აქციას არ შეუერთდებით, იქ ვერ ხედავთ თქვენ ადგილს. კიდევ ერთხელ გიდასწრებით. და ნებისმიერ არჩევნებზე ეცდებით რომ უკეთესი პირობებით იყოს, მაგრამ ყველა არჩევნებზე გახვალთ. ჩვენ გავალთ ყველა არჩევნებზე. ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყველა არჩევნებზე უნდა გავიდეთ, მოკლედ არჩევნებს აი რაღაც იმდაგვარად თქვა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება ბოიკოტი არჩევნებზე და რომ არჩევნებში უნდა გავიდეთ. დიახ. ხო, სალომე ზურაბიშვილმა თქვა. ჩემმა რამდენიმე სტუმარმა მერე გაახსენა 20-25-ის. მეც გავახსენებ, იმიტომ რომ ჩვენ გავუშვით შანსები მაშინ, როცა ოპოზიციამ დაუშვა მძიმე სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომები. ეს იყო ბოიკოტი და სამწუხაროდ საზოგადოება და მესმის იმედგაცრუებულია საზოგადოება, მესმის რომ გადაღლილია, მესმის რომ რთულია ავტორიტარიზმის პირობებში ბრძოლა, მაგრამ აბა იმ პოლიტიკოსებს კითხეთ, ნაწილი ციხეში როა, მეორე ნაწილი რო დასაჭერად არის გამზადებული, ქუჩაში რო ტიტუშკები დასდევენ, ყველგან რო სუსის მანქანა დაყვება, არაფერი რო არ გაგაჩნია, არც პირადი ცხოვრება, არაფერი რო არ გაგაჩნია, ხო? ამ ვითარებაში კი რთულია, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და უნგრეთის მაგალითი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთან. უნგრეთის მაგალითი რა იყო? ძალიან მძიმე საარჩევნო სისტემა იყო. ოპოზიციური ტელევიზია, აქ ხო წნეხის ქვეშ ხართ. ძალიან მძიმე წნეხის, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური წნეხის ქვეშ. ვერ გძნობს, ჩვენ გძნობთ თორემ. კი, მაგრამ ეთერია იყო 3 ტელევიზია არსებობს, დიანა. 24 წლის წინ 3 კავკასიაც 4 არხი არსებობს. ტელევიზია არსებობს საქართველოში და ეს არის ფაქტი. უნგრეთში ოპოზიციური ტელევიზია არ არსებობდა დიანა და როდის მივიდათ, იცით, ახლანდელი პრემიერ-მინისტრი პირველად სატელევიზიო ეთერში. როცა გაიმარჯვა. გამარჯვების მეორე დილით მივიდა პროსახელისუფლებო პროპაგანდისტულ პირველ არხზე, ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მათვე დაუანონსა, იქვე დაუანონსა ამ ტელევიზიის დახურვა. რაც თავისუფლად თუ ის სიკეთეს არ ემსახურება, რა საჭიროა ისეთი, აი ცნობილი გამოთქმის არყვა, რა საჭიროა გზა თუ ტაძრამდე არ მიგიყვანს, რა საჭიროა რაიმე ტელევიზია იქნება, სამინისტრო იქნება თუ რამ, თუ სიკეთეს, საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება და ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის. საარჩევნო სისტემა ტოტალურად უსამართლოა ჩვენთან, მაგრამ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ უნგრეთშიც ძალიან მძიმე, ბევრად უფრო მძიმე ვითარება იყო. ბევრად მარტივი სისტემაა, ვიდრე უნგრეთთან მიმართებაში. რაც შეეხება 25-ის არჩევნებს, 25-ის არჩევნებზე ჩვენ გავწიეთ ყველა ტიპის კომპრომისი. ვამბობდით, რომ რეგიონალურ ბოიკოტზე მზად ვართ, თბილისი არ დავუთმოთ. სადაც მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები და თქვენ რომ თურმე კალაძეს 19% ქონიაო. და აქ მინდა ყველა მიცოდეს, რომ არ იყო საუბარი არანაირად ჩემს კანდიდატურაზე, ოპოზიციის ველზე, თავის დროზე ჩვენ საუბრობდით სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობაზე. და თავად სალომე ზურაბიშვილი თანახმა იყო ამაზე მე ეთერებში მithქვამს. თანახმა იყო, სანამ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ააყირავეს მაგიდა. სანამ სხვებმა ზურაბიშვილი იყო თანახმა
თანახმა ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ ზურაბიშვილი ამბობდა სხვათა შორის რომ ან ერთობის პირობებში იყო თანახმა. კი, ერთობის პირობებში იყო თანახმა. ამიტომაც ვამბობ რომ სხვებმა ააყირავეს მაგიდა. კარგი გადავდოთ ეს გვერდით. მიუხედავად იმისა რომ ზურაბიშვილი დარწმუნებული იყო 25-ში განიხილებოდა ვერსია რომ ყველა პარტიას მიიღო მონაწილეობა და ზურაბიშვილი ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. არა თუ განიხილებოდა ეს იყო თავად მსჯელობის საგანი და ზურაბიშვილი იყო ამ ყველაფერზე თანახმა, მე არ მოვერიდები ამის თქმას. არ მოვერიდებით, იყო თანახმა და შემდეგ შეიცვალა პოზიცია, როცა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ააყირავეს მაგიდა. ააყირავეს, წავიდნენ ბოიკოტში. შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმებოდა არჩევნებში მონაწილეობას, თქვა რომ ბოიკოტი სწორიაო და ბოიკოტში უნდა არჩევნებზე არ უნდა წახვიდეთო. არჩევნებზე არ წახვიდეთ. აბა რას ნიშნავს ეგ? აბა რას ნიშნავს ეგ? ვის ვატყუებთ ახლა? ხო არ ვთამაშობთ? სახელმწიფოზე და სამშობლოზეა ლაპარაკი, ხო არ ვთამაშობთ? ვისვე თამაშებით არ მესმის. ამიტომაც მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა, ბოლო მისი განცხადება იყო, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი, არჩევნები არის უალტერნატივო. ციტირებ თითქმის სავარაუდოდ, ხო? ეს კარგია, მაგრამ ყველა არჩევნებზე გახვალთ. გავიარეთ ეს თემა, გადავიდეთ. ახსოვდეს, რომ იმავე შეცდომის დაშვება არ შეიძლება და ეხლა ის რიტორიკა აქცია იქნება 26 მაისში თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღი, თუ ამას იმ соусში მოხარშავენ და მოთუშავენ, რომ ეს გზა ბოიკოტამდე მიგიყვანს, ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიდის, ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის. ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის უნგრეთის მაგალითი. ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის კი ურთიერთთანამშრომლობა ერთმანეთის არლანდზღვა. უნგრეთის მაგალითი რომ ვერ მოახერხეთ თქვათ 25-ში ან 24-ში ნიშნავს რომ რაღაც დააკელი. ჩვენ დაუშვით შეცდომები. ლელომ დაუშვით შეცდომები. ლელომ დაუშვით ის შეცდომები, როცა დავაგვიანეთ გადაწყვეტილების ღიად თქმა პირდაპირ, იმიტომ რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში აი რაღაც ფარდის მიღმა ვლაპარაკობდით, ვიხვეწებოდით 25-ზე ვიხვეწებოდით, რომ აბა იქნებ, აბა ამ დათმობაზე წამოვალთ, აბა თქვენი ნომრით, აბა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატი, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც სად მივიდა საქმე, ვხედავთ. დღეს გატენილია ქართული ოცნებით მთელი რეგიონალური წარმომადგენლობები. ქართულ ოცნებას უჭირავს ძალაუფლება რეგიონებში. მაშინ როცა შეიძლებოდა რომ ნახევარზე მეტი საქართველო ფიზიკურად დაეკარგა ძალაუფლების სახით ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს ვერ მოხდა. მე ხო წალენჯიხაშიც ვიყავი ამ კვირაში დავასრულე ბოდიში რა, უკაცრავად წალენჯიხაშიც ვიყავი. მოვინახულე მწონებული გია ხარჩილავას დედაც და მათ შორის გული მწყდება იმაზე, რომ წალენჯიხა როგორც გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, ისიც კი დათმო ოპოზიციამ. ისიც კი დათმო და უმძიმესი მდგომარეობაა ხა წალენჯიხაში. სკოლა დაანგრიეს, პირველი საჯარო სკოლა დაანგრიეს დიანა წალენჯიხაში 4 წლის წინ. დღემდე არ აუშენებიათ. ანუ დაანგრიეს წინასაარჩევნოდ 2024 წლამდე და დღემდე არ არის აშენებული. ხო წარმოგიდგენიათ, ხო? ანუ ამ ვითარებაშია არაფერ მეწყერი მოხდა, უბედურება, გზა არ ვარგა, წყალი ბევრგან არ არის. ისეთი წარმოუდგენელი პრობლემებია და ერთადერთი რაც ვერ შეძლეს სხვათა შორის წალენჯიხაში, რის გაკეთებაც უნდათ, ბოროტების გაკეთება არის ის, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში, ოპოზიციური მთავრობის პირობებში წალენჯიხაში ჩვენ შევძელით და ბავშვთა უფასო კვება სკოლებში საპილოტედ შემოვიღეთ თავის დროზე მინიმალური ბიუჯეტის პირობებშიც კი და ამის შეცვლა ვერ იმდენად დიდი სიკეთეა უფასო კვება სკოლებში დატოვეს უნდათ გაუქმება და როგორც კი დატეს ჭორი გაუშვეს დატესტეს საზოგადოებაში წალენჯიხაში ისეთი უკმაყოფილება გამოდის ვერ შეძლეს ამის გაკეთება და ამ დროს წარმოიდგინეთ წალენჯიხაში შევძელით ჩვენ კოალიციურმა მთავრობამ ეს ქალაქის მთავრობამ იმ პირობებში როცა ცენტრალური მთავრობა ბიუჯეტს არ აძლევდა მაგრამ შევძელით